მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ ამერიკულ სუპერკარს ლეგენდას Ford GT-ს და ლეგენდას რატო? უკვე ხსნის მაგის წინაპარს რა. თქვენ მანამდე არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, გააზიარეთ, არ დაგავიწყდეთ 80,000 გამომწერზე. თავარი სურპრიზს გაჩვენებთ, რომელიც 1.8 მასშტაბის არის და მარტო ჩვენ გვაქვს კოლექციაში პირველი ვიდეო დაიდება 10,000-ზე და ვისაც სურვილი გაქვთ, რომელსაც ერთად შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, რომ ესეთი მაგარი მოდელები ჩავწეროთ ხოლმე. ეს კიდე არის TSM-ის წარმოების მოდელი, რომელიც 2007 წლიდან აწარმოებს მოდელებს და 1.53 მასშტაბისა. ეს X-ოსი. ეს X-ო. რომელიც 1901 წლიდან აწარმოებს მოდელებს. Agostini-ი გამოცემებს და X-2 წარმოებს. Გამოდენები ბრენდია გაერთიანებული და ამის ვიდეო დევს. კი ბატონო. ეს Ken Miles-ის ბოლიკია. იმ კინოს აღარ ვახსენებ. იმ კინოს აღარ ვახსენებ, მოგესალმებით პირველ რიგში. აგერ. ხო, რა დამოვიწყდა ამ მოდელზე რა? სანამ გახსნის. ეს არ არის ჩვეულებრივი რკინის მოდელი, ეს არის racing მოდელი, არის 3D პრინტერზე დაბეჭდილი მოდელია და საღებავს უფრო კარგად იღებს ეგეთი მოდელები. უბრალოდ მინუსი აქვს, რომ არ უნდა დაგივარდეს. თუ დაგივარდა დაი. თუ დაგივარდა. რა იყო დაპატარავდა ქაღალდი თუ რა უბედურებაა რომ არ ამოდის. მანქანა. გაიზედა. შე. ესეთი მაგარი ფერი. ოჰო. ლამაზი ფერი. აი ესეთი სილამაზე გვაქვს. კადრებში გაჩვენებთ. რა თქმა უნდა, გაჩვენებთ კადრებში რანაირი იქნებოდა. კიდევ ერთი ამერიკული მანქანის ვიდეო ჩვენ არხზე რა. და საკმაოდ ისეთი წარმომადგენლის. ხო, ეს წინაპარი არის ამისი. GT სერია საერთოდ დაიწყო ამითი. GT სერია მაგითი არ დაიწყო. GT იმიტომ გააკეთეს რომ ლემანში უნდათ მონაწილეობა. და 40 GT 40 იმიტომ არის რომ სიმაღლეში არის 40 ცუილი. ეს 40 ინჩი რა. ხო, 40 ინჩია და ამას კიდე ანუ მეტრა და 8 სანტიმეტრი გამოდის. სიმაღლე, ხო. ხო და ამას კიდე ეს ცოტა მაღალი. ხო, ეგ ცოტა მაღალი. GT არის Ford-ის სუპერკარი რა. კი. ნუ რაც შეეხება მონაცემებს ამ მანქანის, ხო, მართლა მთავარი თქმა დაგავიწყდა. არ დამოვიწყდა, ვიტყვი. რა, 2016 წელს ლემანში უნდა მიიღოთ მონაწილეობა და გამოუშვეს ისევ Ford GT. იმიტომ დაარქვეს GT, რომ ამის წინაპარი გააკეთეს და გააკეთეს Ferrari-თვის. და ისევ მოუგო, ისევ შეუსრულა Ferrari-ს კონკრეტულად ამ მოდელმა. მოდი ერთ რაღაცასაც ვიტყვი, შენ შეიძლება დაგავიწყდეს. ეს არის სამოქალაქო ვერსია და ეგეთი კანონი არის, როცა სპორტულ შეჯიბრებაში იღებს მანქანა მონაწილეობას, რომ თუ უნდა რომ მიიღოს მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებაში, აუცილებლად სამოქალაქო ვერსიაც უნდა გამოვიდეს ხოლმე. კი. ისე ვერ მიიღებს მონაწილეობას. გასაგებია. მოკლედ უნდა მეთქვა რა. ხო, ნუ აი 2016 წელს Ford-მა გადაწყვიტა ისევ ლემანში მონაწილეობის, ხო, ლემანში დაბრუნება, მონაწილეობის მიღება და კონკრეტულად ისევ და ისევ გადაწყვეტილი ჰქონდა Ferrari-ისთვის შესრულება რა. ეგრეთ წოდებული შესრულება და უკვე მე რამდენიც შეუსრულა. ხო, არ Ferrari-s ფანები არ გაგვიბრაზდეთ Ferrari. იმედი არ გეწყინებათ ეგრე რომ ლაპარაკობთ. გვიყვარს. ან ძალიან არის მოდელები, რომლებიც მართლა ის. ხო, კონკრეტულად თვითონ ენცო არ მევასება, თორემ მაგისი მანქანები არის კონკრეტული მანქანები, რომლებიც ძალიან ამბიციურია. ხო, ნუ კი ბატონო, მაგაში ყველანი თანახმა ვართ რა. მე მგონი Ferrari-s მეპატრონეებიც კი თანახმანი იქნებიან. არის მანქანები, რომლებიც ლეგენდები გააკეთა, მაგრამ ამბიციურობამ დაუყო. რა თქმა უნდა. თან დაუყვა ისეთი თემა არის რა.
ამბიციური რო არ ყოფილიყო ბევრი ავტომობილო ბრენდიც ვერ იქნებოდა რა. აი ამბიციური რო არ ყოფილიყო პირველ რიგში Lamborghini ვერ იქნებოდა, მეორე რიგში აი ეს მანქანა ვერ იქნებოდა და ასე შემდეგ რა. ლეგენდები არის რა უკვე ისტორია დაწერეს. ანუ მისი ამბიცია სხვებზე უფრო იმათი მოქმედა რა. ანუ ეგეთი ამბიციური რო იყო მარტივად რო თქვათ, მოდი დავაყენებინოთ ერთი ადგილიო რა ეს თემა. და ფორდი დღემდე უსრულებს მაგას. ნუ ახლა რაც შეეხება კონკრეტულად ამ მოდელს ისტორია, ასე თუ ისე, ერთადერთი ისტორია ის აქვს, რომ 2016 წელს ლემანში გაიმარჯვა და მაგითი გაითქვა სახელი. და როგორც რომ ისტორიული მანქანა, ხო, ისტორიული მანქანა აგერ გვიყენია. მოდი ეგეთ რაღაცას ვიტყვი. ხო. რადგან ლემანში უნდათ მონაწილეობა. ხო. გააკეთეს სპორტკარი, სუპერკარი და გამოიყენეს ლეგენდა სახელი. რაღაც დიოხდება. არაფერი დაიკიდე გავაკეთე. ხო. მეგული კარებს გვინგრევენ. ხო. მოკლედ, ხო. ლეგენდის დაბრუნება უნდა და გამოვიდა რა. და საკმაოდ როგორ არის, იცი რა, როგორც რომ მანქანა თვითონ, აი ძალიან ლამაზი არის. ფუტურისტული ფორმები აქვს და ნუ აი სასწაული ვიდი აქვს მანქანას რა. რა ვთქვა რომ მომავლის მანქანა არის, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ უკვე ეგ მომავალი აქ არის. ხო, ნუ აი მანქანას რო შეხედავ ეგრევე იტყვი რომ სუპერკარია რა. კი. და ვიტყვი ერთ მაგარ რაღაცას რა. აი შეხარ Lamborghini-ის ფანი. კი. კი. ვიღაცები არიან Ferrari-ის ფანები. რა თქმა უნდა. Ferrari-საც ყავს სუპერკარები. მოიცი? რა თქმა უნდა. და ლამაზი სუპერკარები ყავს, საკმაოდ. მაგრამ თუ გინდათ ეგზოტიკა და განსხვავებულობა, მე ამ მანქანას ვიჩვენ. ნუ ახლა ეგზოტიკურ მანქანებში საერთოდ გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ერთ-ერთი ულამაზესი ეს არის. ხო, კიონიგსეგებზე და პაგანებზე და ეგეთ რაღაცები ის სხვა მანქანებია. მიხვდი ესე იგი, სადაც გადავიხარ. არა, გინდოდა რომ გეცვა, მაგრამ ამასთან ესენი ეს მანქანები იმასთან ვერ მივლენ ამ კლასში ეს ჩემთვის არა ბიჭო, ყველაფერს თავი დავანებოთ ახლა, ნუ ის კიონიგსეგი მაინც სხვა მანქანაა ის. სხვა ხო. იგივე პაგანი ნუ საერთოდ ხელოვნების ნიმუში არის. და ეს იმინაი რო იტყვიან სულით გამოთლილი და ესეთი ეგზოტიკური მანქანა და ესეთი ლამაზი მანქანა, ხო. რაც აი ამერიკულ მანქანებს რა აქვთ, რომ თავარი მძღოლი იყოს კომფორტულად და უხეში უნდა იყოს. და უნდა იყოს უხეში მანქანა. იგივე აი ამას რო უყურებ, ხო, რატომღაც მგონია რომ ამერიკელების გაკეთებული არ არის და ისევ ევროპელების გაკეთებულია. იმდენად დახვეწილი ფორმები. იტალიელების კინოც წავართ. ხო. რა იმდენად ფორმები, იმდენად აქვს დახვეწილი მანქანას. ნახე რა მინდა ვთქვა. საერთოდ Mustangs და Mustangs რატო ვახსენე და ამერიკელებს. ხო. უყვართ ხოლმე მანქანების გაკეთება, გარედან ლამაზია და შიგნიდან უხარისხო დეტალებია ცოტა. ხო. აბრალებენ ხოლმე ფასს. მაგრამ იცი როგორი თემა არის, რომ აქ გარედანაც ლამაზია. და შიგნიდანაც ლამაზია და თან ხარისხიანია და სიტყვაზე Lamborghini-ს რომ მიუყენო გვერდზე. ხო. Lamborghini-ს პატრონი ვერ დაგცინებს, რომ იაფიანით მოვიდას თემას ვერ გააკეთებს. კი. და სხვათა შორის, ხო, მთავარი რაც არის რა, ნუ ეხლა ეს კარბონი და ასე შემდეგ, უკვე აღარ მიგვირს რა, რომ ეს თვითონ ეს კაფსულა სალონი რაც არის, რომ კარბონისგან არის და სხვათა შორის 45 ნაწილისგან არის აი ეს სალონი შეკავებული. კაფსულა თვითონ ხო. 45 ნაწილისაგანი, რომელიც ერთმანეთზე არის შენადნობი მერე. და გამოსულია ერთ ნაწილად. და ყველაზე მთავარი რა არის, იცი რომ აი ახლა სხვა სუპერკარებში მაგალითად ხო, ამ კარბონის ელემენტებს სილამაზისთვის რო იყენებენ და რაღაცა, აქ ფუნქციონალური არის ეგ ისა, ეგ კარბონი რა. ხო.
რო აი სხვანაირად რო არ შეიძლებოდა რომ გამოსულოდათ და გამოუვიდათ ეს და გამოვიდათ ძალიან ლამაზი. ნუ ეს მულტირული ხო, ნუ ეგ უკვე სტანდარტი გახდა, უკვე მე ძალიან არ მომწონს სხვათა მე სუპერ ქარია. და აი რატომღათან ფერარის რუსულ ამსგავსე მეროზე ტუმბლერები და გადამხდელები. კარგი რა. ბოლიდ ის ფორმულა 1-ის ბოლიდი ხო არ არის რა, ყველაფერი რო რულზეა. ლამბოსაც აქვს. ხო, ნუ ეგ ნუანსი ცოტა არ იყოს მსგავსი. ძალიან ხარისხზე რო ლაპარაკობდი რა. შენი საყვარელი მოდელი რო ავიღოთ ავენტადორი. ხო. მე ტესტ დრაივერს უყურე. ქართულსაც და არა ქართულსაც, სპეციალურად რა მაინტერესებდა შედარება. ხო. რომ სიტყვაზე ქართველებმა რამე ხო არ თქვენს ტყუილი ან რაღაცებითი თემა რა. და ყველა ენდურება ავენტადორს ერთ რაღაცას. გარედან ხო მაგარია. კი. და მატორიც ხმა აქვს და ასე შემდეგ. და Volkswagen-მა რატო გააკეთა ისე რომ 9 მილიონს გახდებინებდა. როცა ყიდულობდი მანქანას და შიგნით ცოტა უხარისხო სალონი. რაც просто Lamborghini-ს არ ეკადრება რა. აი მაგას ვერ გეტყვი. ხო, ეგრე Ferrari ავიღოთ ის რო არის რომა. ნასვარკი? ხო, არა, ნასვარკს თავი დაანებე ის სვარკი შოუებს აღარ ვლაპარაკობ. იაფასიანი პლასმასის შიტოკები რო უღენია. იაფიანი ისა მდიდრების პრიმს ეძახიან მამას. ხო, კარგი რა, ნუ არ შეიძლება. სხვათა შორის ამ მანქანებთან რა მოსატარია და პრიმის განხილვადებს. ხო. ხო და კიდე მთავარი რა არის ეს აეროდინამიკის თვალსაზრისით ისეთი რაღაცეები გამოიყენეს ეს ჰაერი ისე გამოატარეს ამ მანქანაში რა აი მე რა ვიცი მედია კარგად გამოჩნდება დეტალები რომ წარმოიდგინეთ ცხვირიდან შედის ნაწილი ჰაერისა ზემოდან ამოდის ამიდან ეგერთოდებული კაპოტიდან როცა რო ძრავი უკან აქვს ეგ კაპოტი არ არის ძრავს ახუში ხო ხო მერია გვერდებში გადის თან რადიატორები უყენია ქვეყანა ამასაც წინ ხო უყენია ამ გვერდებში უყენია რადიატორები და პლუს უკანა ფარებშიც კი რადიატორები უყენია და მანდიდან გამოდის აერი კიდე ერთ რაღაცას ანუ მრგვალია და შუაში არის სიცარიე ერთ რაღაცას ვიტყვი კიდე ხო და შეგიძლია აჩვენო კამერაში ისა მაყუჩები გუშტელები რა ხო იცით რომელი მაყუჩები აყენია აი ეს ორი ცალი რო აქვს უგაში აიღერა აკრაპოვიჩები აჰა და სხვათა შორის BMW-ზე რო აყენია ხო თან სტოკ ვერსიას სტოკ Ford GT-ზე აკრაპოვიჩები აყენია და ვინც არის აკრაპოვიჩი რა არის BMW-ს M-ზე M4-ზე მაგალითად აკრაპოვიჩები დგას ქარხნულად მანდაც ხო აქაც ქარხნულად მოყვება ეგ აკრაპოვიჩი ანუ ის არა შეგიძლია დარეკო BMW-შიც და უთხრა რომ აკრაპოვიჩები დააყენო ხო რაც შეეხება ძრავს ესე იგი 6 ცილინდრიანი ძრავი უყენია 3.7 მოტორი არის 3.7 უბრალოდ 3700 კუბური სანტიმეტრი 3.7 ვთქვათ რა ხო რომელიც მეტი პროსტო ფიზიკურად ვერ ჩატიეს 8 ცილინდრიანი არ ჩაეტია არა არ ჩაეტიაზე არა პატარა ადგილი ამის მუღამი რა იყო იცი შენ შეიძლება ვერ მოიძიე ეგ ინფორმაცია მაგრამ ამათ უნდათ პატარა კუბატურიდან ბევრი ცხენის ამოღება და მოიღეს კიდევაც სტოკ ვერსიას აქვს 655 ცხენი 6 ცილინდრით ამოიღეს 655 ცხენი 3.7 ძრავით რა აჩქარებას რაც შეეხება ხო 0-დან 100-მდე უწერია 3 წამი მაგრამ 4 ჩქარდება ნუ მაგრამ 4 დაჟე ცოტა მეტი ჩქარდება ცოტა მეტი ხო მაგრამ მე მაინც დავიკიდებდი მაგ თემას და მაქსიმუმ ხო ბოდიში გაწყვეტი მაქსიმალური სიჩქარე 345 კმ/სთ მაგარია ხო ნუ კარბონ კერამიკული ისინი სამოხურჭე ხუნდები და ასე შემდეგ ეგენი უკვე აღარ გვიკვირს კარუკა გადაცემათა კოლოფი მეც რა ბრენდია აღარ მახსოვს სახელი არის მე არ მახსოვს ხო ეგეც რაღაცა სასწაული უყენია
ნუ მოკლედ, მანქანა თავიდან რო გამოვიდა 2017 წელს ღირდა 9 მილიონი. ეხლა მილიონი. ეხლა ღირს მილიონი აგერეს მანქანა. და ხო მილიონი რატო? ვიღაცას გაუჩნდება კითხვა, რატო? აღარ იყიდება ეს მანქანა. ხო, ნუ სულ გამოვიდა დაახლოებით 1500 წალი. საკოლექციოა რა. ხო, წონას რაც შეეხება, ტონას 145 კილოგრამია მანქანა. საკმაოდ სუბუქია რა. და მე რო დიდი ფული მქონდეს, ერთ-ერთი მანქანა ჩემ გარაჟში ეს იქნებოდა აუცილებლად. კი. იმიტომ არა რომ სიტყვაზე აჩქარება არ აქვს ისეთი როგორც უნდა გქონდეს. არა რამე. უბრალოდ ლამაზი. კი, მაგაში გეთანხმები რომ საკმაოდ ლამაზი მანქანა არის. ხო, ალბათ გაინტერესებთ რომელ კინოში იღებს მონაწილეობას. კი. ანუ კონკრეტულად ეს მანქანა არ არის. ეს მაგრამ Ford GT 2005 წლის დაბრუნეს 2005-ში თვითონ Shelby მიმუშავა Ford-ში რო დაბრუნდა მაგ პროექტზე 2005 წლის GT არსებობს და ეგ მანქანა არის მეხუთე Forza-ში ერულ Shelby-ია საუბარი ხო ეგ მანქანა არის მეხუთე Forza-ში მთელი ფილმი ატყობილია მაგაზე რომ მაგ მანქანას ჩიპი უყენია ხო და იპარავენ რა უნდა ტორეტოს გუნდი იპარავს მაგ მანქანას ხო ეგ არის მატარებლი და რო იპარავ ლურჯი თეთრი ზოლები ხო მატარებლი და რო მიარო წაიყოს მე მიხდებაო ეს მანქანა ხო გამახსენდა კი ბატონო ხო და კიდე ერთი სანამ Forza-სთან ტრიალებთ ზოლებით გარეშე 2005 წლის GT თუ არ ხდები, სულ გააკეთეს 20 წელი, ალბათ, ან 50. მაგაზე მეტი არ არის და ანუ შეზღუდული რაოდენობა. კი, ზოლების გარეშე, ზოლებით ბევრი. ზოლების გარეშე 50 გააკეთეს მაქსიმუმ რა და ერთ-ერთი ეგზემპლარი ინახებოდა Paul Walker-ის კოლექციაში. ყავდა და შორთიც დაიდო ჩვენ არხზე $400,000 გაიყიდა, მე მგონი თუ არ ვწდები მისი მანქანა კონკრეტულად აუქციონზე. ვიღაც კოლექციონერმა წაიყონა. კარგით, მაშინ ამით დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ჩვენი იცით რომ Forza-ში მაგრად გვიყვარს. კი. მე მიყვარს ამას არ ვიცი. დღეს ამით დავასრულოთ და დაგემშვიდობთ. და სანამ დავასრულებთ თვის ბოლოს გელოდება ძალიან მაგარი მანქანის ძალიან მაგარი ვიდეო. და პლუს გათამაშება. კი. არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ, გააზიარეთ და წავედით. და ასე შემდეგ. კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. Brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Ride or die, 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 ride or die. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta ride or die. What?